ფონდ ქართული გალობის ორგანიზებით გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ედიშერ და გიორგი გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლევანდელი სტიპენდიატები გახდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო თავაძე და მაგისტრანტი შატო ყუბათაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ვახტანგაშვილი და გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა თანდილაშვილი. ორგანიზატორთან განმარტებით ფონდ ქართული გალობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერაა. სწორედ ამ მიზნით დააარსა ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა 2016 წელს სტიპენდია, რომელიც ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო ცხოვრების მქონე სტუდენტებს გადაეცემათ. ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის დეკანი ზურაბ წკრიალაშვილი, გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ ჩხეიძე, ყოლა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სახელმწიფო კამერული გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის თავმჯდომარე ლალი სეთურიძე, ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. დღეს გალობის უნივერსიტეტში შევიკრიბეთ და გადავცემთ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობით სტიპენდიას სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს. ესენი გახლავთ სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გალობის უნივერსიტეტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ახალგაზრდების, სტუდენტების, რომლებიც სწავლობენ იმ პროფესიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გახლავთ ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აბსოლუტურად გათავისებული აქვთ რა არის ტრადიციული ქართული ხალხური მუსიკა, რას უნდა ემსახურონ, ვისი გზა უნდა გააგრძელონ და ჩვენ ამ სტიპენდიით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამ ახალგაზრდებს თავიანთი გაწეული შრომისთვის და ამით მოტივაციას ვაძლევთ სხვა სტუდენტებს, რომ მომავალ წელს ისინი გახდებიან ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობითი სტიპენდიის სტიპენდიანტები. ედიშერი მე ჯერ ჩემი სტუდენტობიდან მახსოვს. ეს იყო პიროვნება ძალიან ფართო სპექტრის მუსიკოსი. კითხულობდა ლექციებს, იყო მკვლევარი, დადიოდა უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენიმე ენას ფლობდა და კითხულობდა ლექციებს. მის კვალს გაჰყვა და შეიძლება ეთქვას უკვე ძალიან პატარა დაობლდა, მაგრამ გენეტიკა მაინც თავისას აკეთებს და ასეთი გაიზარდა გიგი გარაყანიძე, ძალიან იმედის მომცემი. ანზორ ერქომაიშვილს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა გედის, რომ ის ძალიან დიდ სიტყვას იტყოდა და თქვა კიდევაც რამდენიც მან მოასწრო. მე ვუსურვებ ყველა სტუდენტს, რომ ღირსეულად ეტარებინოთ მათ ეს ჯილდო და ამ ადამიანების სახელი. მე რატომღაც ასე მიმაჩნია, როგორც ნათლია და ანათლებს ხოლმე თავის ნათლულებს იმ სიკეთეს, რაც მას გააჩნია, ასევე მე მგონი მათაც გადაეცემათ გიგის და ედიშერის ის მადლი და ღვაწლი, რაც მათ ჰქონდა და დათესეს. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკში წასვლისა, მანც მეტ ბევრი მოასწრეს და გააკეთეს. ძალიან მნიშვნელოვანია ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიის მონიჭება და ეს დიდი სტიმულია თითოეული სტუდენტისთვის. მადლობელი ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ მათი ღვაწლი ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევის საქმეში არის უდიდესი და ვუსურვებ მომავალში მრავალ სტუდენტს, რომ ეს სიხარული განიცადონ. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გალობის უნივერსიტეტს და ფონდ ქართულ გალობას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. სტუდენტები ყოველთვის გრძნობთ გალობის უნივერსიტეტის მხარდაჭერას, მათ გვერდით დგომას და ღირსეულად ვეცდები, რომ შევინარჩუნო ეს წოდება და ღირსეულად წარვსდგე ხალხის წინაშე შემდეგი წარმატებებით.